მეძინება დილა, მაგრამ იმიტომ ვარ აქ, რომ ცოტა ინასმებმევა. გუგამ დამირეკა რომ მოგეხმარეო, რაღაცის გადაღება უნდა და ჩემმა არსი მანქანებმა თურმე კალიას კი თუ რავი რაღაციანი, არ ვიცი თუ ურიკა თუ რაღაცები უნდა ათრიონ და მოკლედ საინტერესო რაღაცას იღებენ და ხო მართლა გუგა თუ არის ვინ არის, იქნება მითითებული ყველაფერი, გადადით TikTok-ი ყველაფერი აქვს, თან ძალიან სახალისო კონტენტი და შეგიძლიათ გამოიწეროთ მისი არხიც. მოკლედ, ბევრს აღარ ვფიქრობ და ეგრევე მოვიფიქრე ეს რაღაცა რაც ამიხსნა, რაღაც უნდა შეიჯიბრონ მოკლედ რა. სამი მანქანა ჭირდება და აი ეს სამი ავარჩიე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვისაც შეხვდება, გაიმარჯვებს. ეს კუსავით დადის და ეს კიდე ბევრს იბუქსავებს. 10 საათზე უნდა ვიყოთ იქ და მოკლედ მოსასწრები გვაქვს ყველაფერი, დავიწყოთ მომზადება. წავედი დიდი. ესე იგი, ახლა სასწრაფოდ უნდა დავტენოთ ელემენტები და კიდე კაი რო fast charger-ები მაქვს. აი ესე. ტრაქსას ესე იგი, ისინი აქვს თითებს და იმდროევ რა. ელემენტის დამჭერები. ეხლა გეტყვით ეს საინტერესო რაღაცას. ვუყურებ და ძრავის და იესის კაფელები არის გამომძვრალი. მოკიდე გიოხელი გეხოცები. ჩემი საწყალი მემონტაჟი გავაღვიძეთ და არც მანქანას ვათრევინებ დილა ადრიან. დავაი, შემოაგდე. დაზღვევის ტიპად ხო არ წავიღოთ კიდე ერთი მანქანა. კიდე თუ არა მე გავხდი. ჩემი ჭკვიანი რო უკვე დიჭიერია, მარტო მონტაჟი კი არის კარგად. აბა ვის გახსოვთ ვიდეოში? X-Max-ის ვიდეო ნანახი ექნებათ. საბურებში არის წყალი შესული. და ეხლა ნახეთ რა ემართება მაგ დროს. დამავიწყარო კიდე წყალი არის შეგენ შესული და ნახეთ რას უშვება აკაურობას. აი, აწიე. აი ამაზე ვსაუბრობდი. ხული გამისკდა. და დგა დრო ჩემი ლამაზი შეღებილი ტანის. და ვისაც კიდე გეუბნებით, არ გაქვთ ეს ვიდეო ნანახი ამას როგორ ღებავ. აი თქვენ ლინკი და გადადით და უყურეთ. და რო უყურებთ, მე არხის გამოიწერეთ. და ეს არ დაგავიწყდეთ ხოლმე. რომელია, რამდენი ხანია ვემზადებით, რომელია? 10-ზე უნდა ვიყოთ იქ და 18 წუთი აკლია. მე მგონი ცოტა სვაგვიანებ. დაღამდა მეგობრებო. დაღამდა არადა. 8 ნახევარზე ავდექი მოვემზადე. აი ჩემი მონსტრებიც მზად არიან და თურმე რა მოხდა შემეშალა და დილის 10-ისთვის ვემზადებოდი თურმე საღამოს არის ეს ამბავი ხო და გადავწყვიტეთ რომ აი ის ნადირის წავიყვანოთ. მაინც რა იცი რა ხდება? საკონდელია. გამოგთ ახლა კამერა და მომეხლა. დაიღალე? არა. აი მე გავწყდი. მოკლედ. ჩავლაგდით როგორც იქნა. ახლა მივდივართ. წეს არ ვაგვიანებთ. ხო და თქვენ კიდე არხი გამოიწერეთ. აუცილებლად აუ ეს ამომჭერით რაღაცა დაღლილობისგან გამეჭედა. კიოს მოვატყუეთ რომ ჩემთან არ იყო და ნახე რა გაბრაზებულია. დაგვრიდა ბიჭო ჩანდახეს. ეს არ ვიცი გზაში დავინა. შენ დაგვრიდა. ზუსტად ვიცოდი რომ მე кайფები დაგვრიდა. დავაბრაზეთ ჩვენი ბუნჯო. მე მონტაჟე ვიდეოგრაფი ვთქვი კინაღა. მაგრამ კარგია, ასე მხიარულობთ ხოლმე. მოკლედ ახლა მოვედით. უნდა განმოვიტანოთ ეს მონსტრები, გავერკვიოთ სად უნდა შევიდეთ. და რა კარგია რომ ჩვენი მანქანა არის მაღალი გამავლობის ძალიან მარტივად ავალთ აქ.
ვემზადებით, პრინციპში კაი ხანი უკვე მოვედი და ვემზადებით. უბრალოდ იმდენი საქმე იყო, რომ მოკლედ ეხლა დავიწყეთ გადაღება. იქ ნახე საინტერესო ამბები ხდება. დიში ემატება უბრალოდ და მაგას თუ ვცდილობთ რომ კრეატიული ვიდეოები რაც შეიძლება მეტი გადავიღო. ეხლა უნდა ეს სულ ემატება, სულ იქნება თუ? 3 წუთი ხდება ლიმიტირებული დროით. Yeah. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ლიმიტირებული დროით ვარ ეგ. უნდა დავაგემოვნოთ, სად არის? დავამანახე. აი ესე მართლა რა ისენია, ანუ ყველი რა ინგრედიენტი. გითხრა მოიცა, ხრაშუნა ბეკონი გაუყინავი ქართული ხორცი და ბარბეკიუ соуსი. ეგენია მთავარი ფიშკა. დაუზებირები. რეკლამაში გადასვა. 3 2 წამოვიდე. დაიწყეს გადაღებები. X-Max-მა ამ საფარზე ყველაზე მაგრადი არა და გადავწყვიტეთ რომ boss level-ი ეს იქნება. რომელი ეს ბიჭო იმას რომ ისე დანიერი საბურავი უფრო კარგად რომ მოეჭიდოს. მე ვიცი რა. ჩვენ გავიარეთ რაღაც თემები გავიარეთ და რაღაცა აქ ამბავი მოხდება. ჩეტევოს. დილით შეხვედრები იყო და ოპა, всё. პლუს 2 ცხელი. გავხსენი როგორც იქნა 1 საათია მოსხსნი. მანქანები არჩეულია ფიფოს. ეს მანქანა უნდა და როგორც გავიგე, ეს შეხვდა. ხო და იქით ნახე რა. შენეს რომელიმე. ბიჭო, ვაფშე დამოკიდებული არის ვინ სწორად დაძრავს. არის ორი მოსწორე. სწორად რო იმასა, აუ, ამ საფარზე არ ვიცი რა, ზოგადად გაკაჩვაში. აი ეს ფოქსი არის სასწაული, იმინეს სასწაული. არ ვიცი. ოპიკო. ნელა იარე. სტოპ. აი, უღურე უნდა გეჭიროთ რა. აი ესე არ აკეთო, თორე აირევი, დაირევი. როგორ ავაკეთოთ? ანუ ერთხელ რო გამოწევთ, აი სტაბილურად დაბალ ტემპში გეჭიროთ. თქვენ ხან მოუჭერთ, ხან უშვებთ. არა უშვათ და უფრო გაიგებთ სად მიდიხართ რა. პირველ რიგში ვიცოდეთ რომ ორი განსხვავებული რადიო, მაგრამ ფუნქცია ორივეს აქვს ერთი და იგივე. ეს დამეჭირე. ესე იგი, გვაქვს ჩახმახი, რომელსაც გამოწევის დროს, ანუ რეალურად გამოდის რომ გაზს ვაძლევთ მანქანას. უბრალოდ ძალიან თუ გამოწევთ, ნუ რაღაცა საშინელება მოხდება. წინ თუ გავწევთ ერთხელ და ამოხრუჭებს. всё. მე შემდეგ ბევრჯერ აღარ უნდა დავაჭიროთ, იმიტომ რომ კიდე თუ დავაჭერთ, შეიძლება უკან წავიდეს. 20 ხელი გაკეთე. კი, კაცო. შენ? დამაჭერინეთ ესე. ესე იგი ტრენინგი გავიარეთ, ეხა უკვე უნდა დავაყენოთ მაქსიმალურად სწორად რომ შეჯიბრი გამოვიდეს მაქსიმალურად სამართლიანი. მოკლედ მეგობრებო, ღამის ძალიან ბევრი საათია, არ ვიცი რომელი. აღარ ვარგი ვარ, ესენის მაგინებენ. წავედი, პაკა და სანამ წავედი, არხი გამოიწერე ძალიან გთხოვთ. პაკა.